სიპერდედის ახლა გახდა 9 საათი ხო აბნელი ხანი სასული არ მოყვან რას იღებ აბნეხა ტელეფონში არ პასუხობ ის ბედბელაი და გავკლიჯ ოშუაზე ადრე რა გაიწყვილი მქონდა რამ გაგეკეთებია ოპერაცია ხო ნატო დღეს დილას რომ გადმოიდა კოფეტალien ამ სხვა რომ ბოლომდე ჭამე ამ ერთმა არ გაჭამა იმის მერე არ მინახია ბაღანა ხო 2 დღე გევდა სადა არ ვიცი თელი დღე ურეკავ მერე ბოლოს გეითიშა ტელეფონიო რა უქნა არ ვიცი წევდე პოლიციაში რა შერამე არ იცი მარტო ჭამაიცი მოკლედ ხალხო თქვენ უნდა მეხმაროთ ახლა ბაღანა უნდა მომაძებნიო დავიდა დეიკარგა 2 დღე არ ჩანს ბედბელა ტელეფონს არ პასუხობს გუთყდა მგონი 2 დღე დაკარგულია სადა რა ხდება არავინ არის დაცხა პოსტი უწერია ბოლოს ბაღანა მოვდეს სახში მეტი რამე არ მინდა ბაღანა მოვიდა სიპერ what the fuck კი ისმის გამარჯობა და ჩვენ ვიყოფებით ბათუმში მე ვარ ჟურნალისტი ოთარი მალაღმაძე ზვიადოვიჩი ბათუმში ახალი ამბებია ახალი ამბავი პირველი ნომერი 2 ბათუმში დაიკარგა ზიპერა იუთუბერი ცნობილი ბლოგერი დავჭირე ახლა მაგბურთს და რამოდენიმე ფაქტი ვიცით ზიპერაზე მისი მანქანა ეზოში აყენია კარგად გარეცხილია სხვათა შორის ჩაშავებულიც აქვს პრობლემები სააღლო ზიპერ გაგიკეთებია მანქანა 3 ვარაუდია რომ დავჭირე იცოდე ბიჭო 3 ვარაუდია ერთ-ერთი ვარაუდით ზიპერა ლონგზე დაიკარგა შენი ჯიში მოტყანა ბაღანას მოუტყო ჩვენი თავარი მიზანი არის დღეს რომ გამოვკითხოთ ხალხი მეზობლები ბავშვები არ ვიცი ვინც ზიპერას იცნობს და ეხა შემთხვევით ალბათ ვინმეს ნახავ და აი მოდი აქ სულად შემთხვევით ნახე აი ეს პიროვნება ყმაწვილი მოდი აგე რა ქვია ლევანი ბატონი ლევანი რაღაც შემზარავად გამოიყურებთ რამე მოხვარ წაიქეცით არა კარგია მასეც უნდა გეთქვა ზიპერას იცნობ თუ არა ზიპერას კი თუნგს კი ბატონო და სად შეიძლება რომ დაკარგულიყო ზიპერა რამე ვარიანტები გაქვთ აი ბოლოს ნახე გუშინ წინ ბოლოს ნახა გუშინ ძალიან საინტერესო ინფორმაცია იყო არ ვიცი სად იყო არ vicი გვენატრება ყველას გენატრებათ ერთად გავიზარდეთ 10 წლით დიდია ჩემზე მაგრამ ერთად გავიზარდეთ შენ რაცხა ვერ გაიზარდებათ ხო მე მარტო ბურთის თამაში მინდოდა შენი ჯიში აი რაღაცნაირი ამინდია მზეც კი ზიპერას ეძებს პირდაპირ თვალებში მაჭყეთს მადლობა რადგან აქ ჩვენ ჩაგვერთეთ შეგიძლიათ წახვიდეთ ეხა ბურთი მაგერა თავს დაგახიე როგორ შექმნილი და დავაი აჯვია ხა ეს ამბავი მეზობლებისგანაც გავიგო თუ როგორ და რას ფიქრობენ ზიპერას გამარჯობათ ზიპერას იცნობდით ახალი ამბავი გაიგეთ ზიპერა დაიკარგა ძალიან ახალგაზრდა ყმაწვილი იყო CS:GO-ს კარგად თამაშობდა თქვენი აზრით თქვენაც საჩელებ რომ დაკარგულიყო ზიპერა გამარჯობათ გამარჯობათ სალამი 2-0 twin turbo ზიპერა ხوار გინახავთ 100-დან ზევით რომ დააჭერ დედას იტყნავს და ახალი ამბები ხوار გაიგიათ აი ზიპერა დაიკარგა აი სპორტ პლუსიდან 3-0-ებს ასე ყველა საერთში აზრია რა გაივინახეჭი დაჯეგე არე თუ გინდა დაჯეგე არე ჰაერში მოტყნავთ ეგ არა არ მინდა უკაცრავად ძალიან დიდი მადლობა მანქანა გყავს მე ფეხსაც მელი მყავს გამარჯობათ მეგობრებო როგორც უკვე იცით უნდა გამოვიყენო ეს პლატფორმა სხვანაირად საშუალება არ გვაქვს გიოს არხზე მინდა რომ ეს ვიდეო დაიდოს იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ერთხელ მაინც შეჩნეული ყავდეთ ამ პატარა ქალაქში როგორც იცით 4 თვეა უკვე გიორგი დავკარგეთ ვეძებთ გაუჩერებათ პოლიციელები სამართალდამცავები მაშველები აი ყველა ორგანო გვაქვს ჩართული და სამწუხაროდ ყვალი ვერ ვიპოვეთ გიორგი ვერსად ვერ ვიპოვეთ ძალიან გთხოვთ მეგობრებო თუ სადმე გინახავთ არა აქ ამას მნიშვნელობა ის ცოცხალი იქნება თუ არ იქნება გთხოვთ რომ მოგცეთ რაიმე ინფორმაცია ხელჩასაჭიდია კარგი გადაღება ბიჭებო cool რაში ხوار მაქვს იყავი cool stay tuned 2025 ბათუმი ვიღებ რა ბოდიშით მეგობრებო ჩაჭრა იყო ვიმეორებ რომ ძალიან გთხოვთ თუ ვინმე ერთხელ მაინც დაინახეთ რა ვერ დამუხარ იყო ვინ ბიჭო სიპო შიხო მარგა ბიჭო ენძრია გასე ფესოლოშე აი მე მომწდი შეყიდია გასე კანდონოშე ხურავს პოზიციო შიხო მარგა ერთი აგერ პოზიციო დაჭეკი შიხო მარგა ბიჭო შენ აი რა დღეში ხარ აი რა გასგრია პოზიციო ერთ ამით Solo
ასე მოდი შენ ხომ არ გაქვს ბიჭო? საერთოდ ვერ გწვდომ პოზიში. რას ვერ შიგნია? ბიჭო, დედაშენი კვდება ნერვიულობის სახანდა კალკულებით. არა! სალადობა! ერთი წამით. შენ ძალიან მეცნობი დედას ფიცა ვარ, აი ძალიან. ვაი, დედიკო. უი, ბლად. ცო, ასე კარგავზეო. დაუბრუნდი. დამაბრუნეს იდეაში. რამხელა და გრძელი ისტორია თქვენაზე არ ხარ. კაროჩე მოგიყვეთ. ვაფშე მოგიყვებით რა. ორი კვირის უკან ის წინა ვიდეო რო დავდე ხო გახსოვთ? იმ ვიდეოდან მეორე დღეს მოკლედ, ან ორი კვირის უკან. სადღაც ვიყავი, ჩასასვლელი არ მახსოვს, ბედბელასთან მივდიოდი თუ სად მივდიოდი, ნახდად არ მახსოვს, ფულის გამოსატანად თუ რაღაც მოკლედ და ბიჭო, მივდივარ ქუჩაზე, ღამეა, ბნელა, არავინ არა ვაფშე. ბიჭო, უკნიდან მესმის რაღაცა ჩურჩულის, რაღაცა ჩხარულის ხმები ვიხედები, ხოზღარ არავინ არა. თავიდან ახლა იმდენად დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდა რა, ერთი და იგივე რაღაც. მე ეს ხმები უფრო და უფრო გახშირდა ყველაზე ხარ და მე სადღაც იტოქში, სადღაც უკვე დანიშნულების ადგილზე თითქმის მისული, უკნიდან მესმის რესკად ასეთი ხმა. კიდევ იმავეთხრა რომ sorry უკვე მოწიე და მეთქი ბლად ოკეი და ვიღაცამ თან ჩამარტყა თავში მომიტყნა პატრონს. მე მახსოვს რომ თვალები რო გავახილე, სადღაც სარდაფში ვიყავი და ვნახე თუნგ საჰური მაგის დედას შევა და ის გოგო, ეს გოგო კაროჩე რა, მაწამებდნენ გიასურ ამელაშვილს მასმენიებდნენ ორი კვირის მანძილზე. ამიტომ არ ვაჩნათ მალადო იგია. Open Air-ის თანამედროვე ბენდების სიმღერებს მირთავდნენ. მეც რა მექნა რა, ადამიანი ვარ, ალუდექი და გამო და მე თითქოს დამავიწყდა ყველაფერი, ვინ ვიყავი, საიდან ვიყავი. და ასე შემორჩი რაღაცაში და კიდე კაი ბიჭებმა შემთხვევით ქუჩაში მომაგნეს რა. ანუ ტვინი ამორეცხილი მქონდა მთლიანად. თანამედროვე ცხოვრებამ დამღუპა ბრაცი. მაგრამ ღმერთს მადლობა ბიჭებმა მომაგნეს. ო, ეხლა რა შეეხება ვიდეოს? 200,000 გამომწერზე ავედი მეგობრებო. 200,000 თქვენ ვაფშე იცით რამდენია? დაგითვლით. 4 ჯერ 50,000. 200 ცალი 1000 კაციანი ჯგუფი. 100,000 ოღონდ ორჯერ. ეს იყო ჩემი ოცნება, რომელსაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვთილობდი, ვწვალობდი, კეთილებს არანორმალურები ხართ რა. ორი ვიდეოს უკან ვიყავი 187,000 გამომწერზე. 21 დღეში მომიმატა 14,000-ზე მეტი გამომწერი. 200,000 უკვე გაცილებით ისეთი დიდი პასუხისმგებლობა, რაც შემიძლია დაგპირდეთ, არის ის რომ პროსტა არ გავჩერდები დედის ყველი დაპირება. ვინც ახლები ხართ, იმათ გასაგონად მინდა რომ თქვა, მე ვარ ძმაო გიორგი გვიანიძე. გიორგი გვიანიძე იმიტომ ვარ რომ მშობლებმა ასე გადაწყვიტეს, მე უკვე ცოტა რომ წამევიზარდე, შექმენი არხი და არსზე დავიწერე ზიპერა. ამ ვიდეოებს რო ვიღებ ალბათ იმიტომ მოგწონთ რომ ვარ ისეთი რანაირიც ვარ და თავს არაფერს არ ვაძალებ და მინდა იცოდეთ რომ რაც არ უნდა დავდო. აი ესეთი სტილის ვიდეო თუ განსხვავებული ჩელენჯი, ვლოგი თუ რაც არ უნდა იყოს, როგორც ამ ვიდეოზე არსებულ ვიდეოზე გადავობ, იგივენაირად იღადავთ და იკაიფებთ სხვა ვიდეოებზეც. ამიტომ მეტი არ მინდა იყო მე ავდგე და სხვა ვიდეო გედევიღო და სხვა ვიდეო პროსტა არ ჩართოთ და არ ნახან, გავბრაზდები და გავღეზიანდები და შეიძლება ეს კამერა ავდგე და პროჩი გევიკეთ. დღევანდელი ვიდეოს სპონსორი ისევ და ისევ CarVertical-ია. საიტი, სადაც ნებისმიერი მანქანის ისტორია შეგიძლია შეამოწმო თავიდან ბოლომდე. ამიტომ სანამ მანქანის ყიდვას დააპირებ, ყველა მანქანა გადაამოწმე VIN კოდით CarVertical-ზე. მაგალითად, თუ მანქანა ჩამოყავს ამერიკიდან და გაქვს მხოლოდ ფოტოებით დათვალიერების შესაძლებლობა, ჩაწერე VIN კოდი CarVertical-ზე და ნახავ ყველაფერს. დამალულ ისტორიებს, ავარიებს, ჩამოყრილ გარბენს და ასე შემდეგ. დარეგისტრირდი, გამოიყენე პრომოკოდი ZIPER და მიიღე 20%-იანი ფასდაკლება. ლინკი აღწერაში. პირველ რიგში რაც შეიცვალა, აგერ მინდა გაჩვენოთ. აზღართ? Nike. და Nike. 200,000-ზე ეს დავხვეწეთ პირველ რიგში. ო, ჩემი იუთუბერობა არის კარიერა, ვისაც არ მოგწონთ და მასკდით ხალხის დამოკიდებულება ქუჩაში. ადრე იყო სხვანაირი, ეხლა კიდევ უფრო სხვანაირი გახდა, უცებ აგიხსნით რას გულისხმობ. 2018 წლიდან ძალიან მიჩვეული ვარ ამ ლაქშერ ცხოვრებას. შემომრჩა და მაინც ვერ გადავაგდე ეს ყლეჩვევები, კაროჩე, აი ორი კვირა რაღაცა ამ პრესში ვიყავი და თუ ზოგჯერ ზოგიერთ მომენტში ასეთი რაღაცები დამემართა პროსტა პატიეთით ხოლმე თან კიდე დოთიაშვილი ამოჭერი. 2018 წლიდან მიჩვეული ვარ ქუჩაში ფოტოების გადაღებას. რა უზიპო რა მაგარი კაცი ხარ, ჩემი ძმა ხარ, წინაზე რა ვიდეო გედეიღე გახსოვს, აი ფოთოლა რა მაგარი ხარ, პროჭი გამპარსია მაგარი იყო და რაღაცა. ანუ ამას მიჩვეული ვარ რა, რა მაგრა ვიქებ თავს პოზიში. სამი ვიდეო ავზივარ და თავს ვიქებ. ზიპო მაგარი კაცი ხარ
ზიპო რა ვახარ ძმა, ხო ხარ მაგრა, ძალიან მიყვარხარ, ძალიან გაფასებ. მე ძალიან დიდი ხანი მელაპარაკებიან, მე მევეკითხები რომ ძმა გინდა ფოტო, არა მეუნებიან რომ მასე ძალიანაც არ მიყვარხარ, ცოტა ზე მკიდიხარ. ბოლო ორი ვიდეოს მე. იმას კი არ მეუნებიან რომ ზიპერ მიყვარხარ და ვაფშე გიყურებ და რაღაცა. თუნკ საჰურზე მელაპარაკებიან. ანუ შენ ის კაცი ხარ, იგი რომ გედე იყო რა ქვია, თუნკ საჰურს რომ დედის პროჭი აგინე. ბოლო ორი დღის მანძილზე ორ ვიდეოზე მელაპარაკებიან. წინაზე და იმის წინა ვიდეოზე. ერთი შემთხვევა პროსტა რაც ასე მახსენდება, იყო ასეთი მომენტი რომ ბარბერშოპში შევედ, ბავშვი იჭრის თმებს, იქნებოდა ასე 7-8 წლის ბავშვი მაქსიმუმ რა. შვილი იყო, ბავშვი მოტრიალ და ასე ჩემი დედავადილი. ბავშვი მეუნება ასეთ რაღაცას. თქვენ ის კაცი არ ბრძანდებით თუნკ საჰურს დედის მული რომ აგინეთო? გამო აღარ ვიცოდი რა გამეკეთებ. ერთი ბარბერი ბავშვჭრის თმას, მეორე მომხმარებელიც ვინც სხვასთან იჭრის თმებს ისიც მოbrunda ასე მიყურებს რომ კაცი ალბათ გაგიჟდა რა, აი ვინაო, ან თუ ვინმეს დედის მული აგინეან ბავშვმა საიდან იცისო და დედამისი დგას 1 მეტრის მოშორებით დგას და მე და დედამისი ასე უყურებდით ერთმანეთს. მეთქი ბაღანა ეშლება უგეჭველი შევეშალე ვიღაცა სხვაში. კიდე იყო მეორე სიტუაცია, მაგრამ მაგის მოყოლას ჯობია გაჩვენოთ პირდაპირ რა მოხდა. მოკლედ მე და ნეა ვართ სახინგლეში. ხო და წინა ვიდეო ვიცი რა, მაგრამ გამივარ და აი პროსტა ძალიან, რავი, ქუჩაში რო დავდივარ ყველა ვაფშე სხვანაირად დავდივარ. დუშინ ჩემი კაიც მე მოგიშე. დებილი ხარ. დებილი თავი გაბია დედიკოს მე. ჯერა მაგარის კიდები მაგ შემასი არის. ელა გადაიერთი არ წე. გადასტარით ხამა და რატო არ კი მომიშყავ ეთყოდია ჭამე გეხვეწები რა ჭამე რომ იმ გაცივდება და ეხა მოვიდა და დღეს ძალიან ლამაზად გამოვიყურები ბაჭი შენ ვიჟო დებილო ეს ისაა ბიჭო ეს ისაა დებილოს რა დიხარ მოუდი გამეუწიო ხარ მოი ისაა შეხედე კარგად შეხედე თავი მკივა გააჯი შეხედე ეს ისაა ბიჭო ისაა შემახედე გამო არა დას მიცორმაია რა მე პოზი ვიყო მაია ზიშვილი ვიყო თუ ვიყოს პოზი ვიყო მაია ჩემი რა კონჩი ვიყოს გეუბნე მაია რომელი აიცი ტუკ აი ბომბარდირო კრაკადილოს პიში რომ ასე სახურია სახურა მოი აქცევ შეხედე აქცია ჭამე ჯო პიცას ჭამე წამო შენ შევედა წამო შენ ბიჭო ჭამოთ წამო ტუკ არა ნები სამო ჯერანი წიყიბურტებს ჯერანი წამაგე აუ რომ ხელა დამარტკილისა ახავ კითხავ და ნახავთ ის თუ არ ასიზავ აუ გეძახიან შენგეთ შენი კაცობა ვა შენი სარხა ტუკ სახური ზიგიო ასე მოიძახ აუ ამით რას ვაკეთებ იცი ასე აკეთებ შენ რა შოვი სელფი გედევიღო ზიპერა ხომ ხარ ზიპერა ფოტო გედევიღო ой აქცევ და ისე გედევიღო დავაიო გედევიღო შევჭამდა ეს შენი ნაგმენია ხო არა რა ხდება არაფერი პროსტა ფოტოს გადავიღე ბავშვებთან აი დევს მუჭა გეხსინო მოდი ფოტო რო გადავიღე აი იქნა ბიჭო ცოტა დაგვიტოვე რა გახვილას მოდი ფოტო გინდა ფოტო გადავიღოთ და დევიშო სად აქა დავაი ჯიგრები არა კაპუჩინოს დედისტრაგი რო დააფარა არა გეხვეწე კიფკარი მაიამერტი 200,000 celebrity რო ხარ სულ სხვა ცხოვრება. ღვინო დავითრიეთ, კაროჩე 200,000 გამწერისთვის. დამისხიც მურად რა გეხვეწები რა. გადაო ჯერჯერობით ჩნირები ამყავს. სავარაუდოდ მაგას მალევე მოვაყუმარე. მინდა ხო ერთი კაცი მინდა ისე რომ ვიღაცამ რაღაცები რომ მომაწოდოს, თორე ტვინი მომე. მაგარი ცუდი ქართველი ვარ არა ღვინო სვავ კრუშკით. ძალიან დიდი მადლობა რა. ასე სწრაფად თუ 200,000 გამომწერზე ავიდოდი, არ ველოდი და ნარდად არ მეგო. მიყვარხართ, გაფასებთ და არასდროს იმედებს არ გაგიცრუებთ. ყველაფერი კაი და ყველაფერი ჯიგრული. ვისაც გამოწერილი გაქვთ არხი, პროსტა ზარიზღილაკი ჩართეთ, რომ დადებისთანავე ეგრევე ნახოთ ვიდეოები რა. ბედნიერება და სიხარული, სიყვარული და სიკეთე, კაროჩე. ჰეითერებსაც და ვაფშე ყველასაც რა. ცხოვრება ზოგადად ესე არის მოწყობილი, რომ ხან მაღლა ადიხარ, ხან ეცემი, რატომღაც ბოლო 1 წლის მანძილზე მე სულ ვეცემოდი, მაგრამ მოვიხოდეთ უკვე. ჩვენი აღმავლობის ერას გაუმარჯოს. თუ ვინმე მოვა და გეუბნებათ, რომ ამას ნუ აკეთებ, იმის პირში შევედ. გაუმარჯოს ყველა კაი ხალხს, გაუმარჯოს ყველა ჩვენებს და დანარჩენებს. ასე მტერი დაგეცალოთ. სპონსორი ყავს, მაგრამ ერთჯერადი სპონსორია, Car Vertical-ი. ძალიან ბევრ ვიდეოს ჩემსას ჭრით და TikTok-ზე დებ. თქვენთვისაც კაია, ჩემთვისაც კაია, მაგრამ რაღაცა მივაწეროთ რა, რომ ზიპერას არხზე გადადით და უყურეთ ვიდეოს. ჩვენიანია ქართველი, რომ იპარავამ დედამო ვიდეოს და ჩემზე 800,000 ჯერ მეტი ნახვა გაგწმა. მასე ხო არ შეიძლება. სადღაც მიაწერეთ დედამო ვიდეოს ავტორი ვარ მე. 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს ჩვენს ედიტებს TikTok-ზე და ასე გავაგრძელოთ. არ გავჩერდეთ 6-7 თვის უკან დავდე ასეთი ვიდეო, ჩემ მანქანას
ვათამაშებთ. გქონდა რაღაც კონკრეტული პირობები. 200,000 გამომწერისთვის, მინდა ჩემი ავტომობილის გათამაშება. ავტომობილის. მყავს Ford Mustang 2017 წლიანი, კაბრიოლეტი, full პაკეტი, 2 და 3 EcoBoost-ი, დედამყრული მანქანა მყავს რა. ეხლა სპონსორთან ვაგვარებ და ვალაგებთ ესეთ რაღაცას, რომ $17,000 უნდა გამეყიდა ეს მანქანა. გაცილებით დაბალ ფასად, ჩათვალეთ მივყიდი სპონსორ, თუ კიდევ ვიღაცა იქნებით ამ ამბავში დაინტერესებული, შემეხმიანეთ და მომწერთ და ყ***ბებზე ნუმწერთ. შვილი ვიყო ნერვები მეშლები. ხო არ შია ეს დედამო. რა შუაშია? აგერ გეტყვი მაგას. თუ ეს მანქანა უნდა გამეყიდა $17,000, სპონსორმა მომწეს გაცილებით ნაკლები. და მე ამ სპონსორის სახელით ავდგები, შენ ხო უყურებ ამ ვიდეოს. შეიძლება გახდე ჩემი მანქანის ფლობელი. დედის მუტელი. ჩემი წესები იქნება ერთადერთი რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და გამოიწეროთ ჩემი Instagram-ი. ეს ორი წესი მექნება ალბათ და всё. ხო, საერთოდ რატო ვახსენე ყ***ბებზე ნუმწერთ. Gmail-ზე რომ მიკავშირდებით და mail-ზე რომ აი ამ ხელა წერილებს მიგზავნით. გიკავშირდებით რესტორანი Phoenix I fuck my ass-დან სპონსორობის შეთავაზება. დიდხნიანი ვადით. გამარჯობა, ჩვენ გწერთ რესტორანი Puchuri Camperse 2018 fuck my ass-დან. ჩვენ გვინდა რომ დაგასპონსოროთ, ჩვენ გვინდა რომ გრძელვადიან ურთიერთობაში ვიყოთ თქვენთან, რა ვიდეოებსაც გააკეთებთ, გვინდა რომ ჩვენ ვიყოთ თქვენს გვერდით და მე რექვევით. რას მთავაზობენ იმის სანაცვლოდ რომ მე რეკლამა გავაკეთო. მობრძანდი ჩვენ რესტორანში Camperse Puchuri 2017-ში და 5 ჭამა გექნებათ უფასოდ. ჩვენთან კეთდება სასწაული პერაშკები. მობრძანდით შეყვარებულთან ერთად. და ჩემ ყლეთ მინდა პერაშკი რაღაცა ნორმალურ კიშკაზე მაინც მეიწერე. ფულს არავინ რატო არ იხდით მაგის დედაშე. რა გონიათ რომ შია? პერაშკების დედაც ხინკალზე მაინც მომწერეთ. ყლეზე მკიდია პერაშკებიც მაო. ჯერ ვაფშე მსოფლიოში რა ხდება? საშინელებები ხდება და ჯერ კიდე მე სპონსორი არ მყავს. მე ერთო გეხვეწები ისე ნუ მომკლავრო სპონსორი არ მყავდეს ვაფშე რა. 200,000 გამომწერამდე გავაკეთე ტრეკი. ვისაც უდგარე პერი გადამასკდი 5 წლის უკანაცურებავ. აღარ მესმის მეტავე რაშვებით იესოს მინდა მანახე საშვები იქნებ საერთოდ აქარ გასაშვები ყლეზე დამავტე შენი ნაშები. თუ მინდა ავდგები და დავანით არ არის აგრესიული. და იარაღი ჩიგიდე პირში ავდექი და დაგაფსი თავზე ასეთი ვეში არ იქნება. ისე არაფერი ძალიან შვიდი ტრეკი არის. დასრულებულია უბრალოდ დარჩა კლიპი გადასაღები და დასადები. всё, ისე ვითარდებით. ან ჩათვალეთ უფლება არ მაქვს. არსებულ სპონსორს კიდე რამოდენიმე ვიდეო ნაყიდი აქვს. გამომწერებზე მემატება და რაღაცას გეტყვით რა. ბავშვებო, ბაღნებო, ძეწიბო შვილი უყო ვინმე რუსები თუ მეყურებ, ჩოჯუკლარებო, თურქეთიდან თუ ხარ. ქუჩაში ნუ დამზდევთ და ასეთ რაღაცებს ნუ მეუბნებით. გენაცვალე ბრატ, მაგთუნგ საჰურის დედა შევცი 100%-იანი მართა. მე რასაც ვაკეთებ, ხო? არის ხუმრობა. მე ვარ ზრდასრული ადამიანი. ჩემი მისია რომ თქვენ გაგართოთ. ნუ გჯერათ იმის რომ მე მაგ შვილთან თუნგ საჰურთან დაპირისპირებები მაქვს და TikTok-ზე დაიწყეს კომიქსების გაკეთება. ჩემი და თუნგ საჰურის კომიქსები კეთდება. ანუ ასეთი ნაბიჯებით ჩვენ Netflix დედას მოუწევთ. ეს ყველაფერი კი მაბედნიერებს, მაგრამ ნუ მეუბნებით რომ გენაცვალე ბრატ, 100-იანი მართალი ხარ ჩემი დედა. რა ის მართალი ვარ? მე ამ ვიდეოებს ვწერ იმის გამო, რომ ოდნავ დაგანახოთ რა არის ცუდი და რა არის კარგი, მაგრამ უკვე მეც ამ ობის ნაცილი ვარ. ჯერ ამანხო შემც ზიპერა პატაპიმს ველოსიპედის ტარებას ასწავლის, რადგან ყველაზე კეთილია. ზიპერა ებრძვის საჰურს, რადგან გადაარჩინოს სამყარო და მისი თავი. ზიპერა დამარცხდა, მაგრამ ზიპერას გაახსენდა ემოციური მომენტები, როდესაც მას საჰური ჩაგრავდა. ზიპერა მთლიან ძალებს იკრებს, რომ დაამარცხოს საჰური და გადაარჩინოს სამყარო. როგორღაც საჰურმა ადამიანად დეფორმირება დაიწყო და კარგავს მთლიან ძალებს და ამინდიც კი იცვლება ზიპერას ძალით, საჰური მკვდარია და ზიპერამ გაიმარჯვა და გადაარჩინა სამყარო საჰურისგან, მაგრამ საჰურის მეგობრები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ეს ამბავი ხომ იცით ახლა რასაც ნიშნავს? კიდე გაგრძელდება ბოზეშვილი ვიყო. ბიჯო! გამიტრაკეს ბავშვებმა ძმაო ამ ვიდეოების გამო. საქართველოში ნაირ გამანდა ხართ იცი? რაც ადამიანს არ მოწონს, კაროჩე იმაზე უნდა ჩააჭირო თუ ეჭველი. ესაა საჰური? ამის დედა შევეცი მე? ეს იმას გავს რა ქვია? ზაზა მანაგაძის. უყურებ ამასაც და ვიძახე რომ ნუ აკეთებ ასეთ ვიდეოებს, თქო ვიცი რომ გჯერა. კომენტარებში ლანძღავენ ძმაო. ზიპერამ თუ ნახა დაგენძრევა, თქვენში ხომ არ გაქვთ, აგერ ვიღაცა უწერს. მოაყენებთ ადამიანს შეურაცხყოფა და ვაფშე ზოგადად ტვინი მომე. რას მამართლებინებ ბიჭო ეს დედა მ***ი რა. სო კიდია აწი რასაც ვიხუმრებ და რასაც ვიღადავებ, აღარ აუხსნი. გვიმხილე რა უთხარი დონალდ ტრამპს. რასთან დაკავშირებით იყო საუბარი? ეს იყო ქვეყნის ევროპული კურსი?
ერთი კვირა არ გადის, სოყლეობა არ მოხდეს. მე ჩემი თავი როგორ წარმომიდგენია უკვე იცით რომ საქართველოს ბეტმენი ვითვარ ბოზიშვილი აი ყლება რო ხდება ეგრევე იქმე უნდა გამოუჩნდა. მაგალითად არ მინდა ასეთი ვიდეოს გადაღება. არა, ვიღაცა ყლეხო უნდა გამოჩნდეს ჩემი დედავატირე. რასთან დაკავშირებით იყო საუბარი? ეს იყო ქვეყნის ევროპული კურსი? გოგო, მომისმინე, უსიკვდილო ხარ, არ კტები იმენა. რესპაუნდები დედამო. ბრონი შილეტით დაგიხარ თუ რა. გამოდი რა კონტაქტს ხო შემეხმიანე. პროსტა მინდა რომ აი სახეზე შემოგხედო, ერთი 10 წამი ჩუმად გიყურო და მინდა რომ ჩაგეხუტო. მე ასე უკნიდან ფეხი გადმოვდგა, ზურგი აგიხო და ბოზიშვილი ყო ასე მოგახჭო. ასე მოგახჭო. შენ ფეხს რო დევითრევ ასე და ამაში რო გამევიტანე პალეოიზე ასე უნდა გადმოგაგდო. გამდე არ გაგიშვებ ხელს, სანამ ასე სამჯერ ხელს არ დაარტყავ. თუ არ დაგასაბმითო ბოშვილი, იმენა დაგასაბმითებ. დანა ვაის ჩვენ ბრძოლაში 50000 ბონუს ჩავარიცხე. დაგაფინიშო გინდა თუ დაგასაბმი გადაწყვეტილებით მე ვიგო თუ რა გინდა შენ მითხარ. მერაბაზე ვიცი რომ ძალიან დიდი ხანი გეგმავს ამას. სანამ ეს UFC 316 ჩაინიშნებოდა, მერაბ დვალიშვილი გეგმავდა ნინა დრამასთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას. აეროპორტში გამოდის და ხალი ამას ეკითხება. რასთან დაკავშირებით იყო საუბარი? ეს იყო ქვეყნის ევროპული კურსი? არ გამიკვირდებოდა მერაბას ასე ჩანთა გადაეკიდებინა და ეგრევე ისევ ამერიკაში გაიგას. რა გჭირთ სირცხვილი? კაი, ამ გოგოსთან კიდე იმდენად არაფერი სავარაუდოდ უფროსთან იჯდა ოთახში და იმ უფროსმა უთხრა რომ აი შენ რომ მიხვალ, კაროჩე, ასე და ასე გააკეთე და შეეცადე რომ რაღაცა პოლიტიკურად ათქმევინო და ნუ გამომალევებთ. თუ ადამიანის წარმატებების შესახებ არაფერი არ იცი, ადამიანს თუ არ უყურებ, კონკრეტულად იმ მომენტს თუ არ უყურე, სადაც დონალდ ტრამპთან გადახტა და ფოტო გადაიხო. რაც არ უნდა გითხრა სამსახურში რომ მიდი და ასე კაცს კითხვა დაუსვიო, უნდა ადგე და კითხვა დაუსვა. ჟურნალისტიკის დონეც საქართველოში აი ძალიან ზედმეტად დაბალი გვაქვს. მერაბ დვალიშვილი დონალდ ტრამპს ელაპარაკა მაქსიმუმ გაწელე აი 10 წამი რა. რას ეთყოდა ეხა კაცი? რესპექტს ერთმანეთის მიმართ გაცვლიდნენ და დეიშლებოდნენ, ხო? რა ის ქვეყნის ევროპული კურსი გოგო? კრიპტო ინდუსტრიას რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს რეგიონის განვითარებაში, მაგაზე ელაპარაკეს. მე ეგ დრო რაც მორჩა, მერაბამ ჩააწერინა ფშაური ხინკალის რეცეპტი. შემიგჯერა? და მე ისიც დამატა მერაბამ რომ კახური მწვადი სპეციებით არ კეთდება. მარტო უნდა მარილი და всё. მე ხوار ანცერევთ. მე ვითხოვ ეს ჟურნალისტი სამსახურიდან გაუშვათ, ან ვთხოვ გამას რომ ჩვენ ბრძოლა ჩაგვინიშნებს. ან კიდე ეს გოგო დასვით და UFC-ს მაინც აყურებდნენ რა. About jacuzzi. სინქრონებისთვის ორინა ბიჭი თუკან დაიწიეს უყველა და ჩამრე. ნინას იმენა მშობლიური კალიფორნია ენატრება. ნინა ბიჭი თუკან დაიწიეს უყველა. ნუ სიქაჯია რა. სიქაჯი ამაზე რა უნდა ვიღადაო ბოზი. პირველი ხო? თქვენი შეხედულება გაქვთ ცხოვრებაზე ზოგადად ეური შეხედულება. ისევ თქვენი აზრის მატარებელი ადამიანები დაგაჯვავენ აი ამის გამო. რას ეთყოდა ტრამპს ჩემი დედა? როგორ გინდათ რომ რაღაცა თქვენ საკეთილდღეოდ გამოტყუოთ და ჩართოთ ამ დვიჟენიებში. მაგარიში გაქვთ ბოზიშვილი ვიყო. მე ოფიციალურად მინდა ვთქვა რომ ამაზე ცუდი პერიოდიც ქონია საქართველოს. კი. როგორ მენატრება მე შენი მოპერება შენი ალესია სიყვარულის გაგონება როგორ მენატრება ეს კიდე არაფერი არა, ეს კიდე არის კრებული, მაგრამ რომ მიხვდეთ რანაირი ვიდეოები იდებოდა რა ვახართ? აქედან მოკითხო ელსის მიმართ ეხა პრეტენზია და პრობლემა არის გამაჩნია. ხადაობა ის არის რომ მაგ დროს ეს იყო ძალიან მაგარი რა. აზრიტო და აუფანები და პიზდეთ. მინდა გაგაცნოთ ჩემი შინაური ცხოველები. ეს არის ობობა, სიმინდის მცურავი, ოჯახში გასტილი გველი. რა? ოჯახში გასტილი გველი. კარჩა 10 წამი ავუყურებ და ერთი 7 კითხვა მაინც მაქვს. მინდა გაგაცნოთო ჩემი შინაური ცხოველიო. გველზე თქვა. ეს არის ობობა. ეს არის ობობაო ჩემი დედა, რომელიც არის სიმინდის მცურავი. რა ხდება ბოზიშვილი?
ოჯახში გაზრდილი გველი რა. ნეაც მასეა, ოჯახში გაზრდილი გველი. უკვე ჩემ ტვინს დედა მოეწყ, კატა მყავს სახში, ის ვერ ამიტანია შინაურ ცხოველად. მოიცე სხვათა შორის დღევანდელ რეალობაში ოჯახში გაზრდილი ბევრი კაცი არ მყავს და ოჯახში გაზრდილი გველი გეიჩითა. პირველად საქართველოში პოპმერტის საკოლექციო ფიგურები. გუშინ გამომიგზავნა ნეამ, ამას ქვია ლაბუბუ. მეთქი არ ვიცვავში რა არის თქო, ამიხსენით თქო და მოკლედ ეს ყოფილა რაღაცა სათამაშო. ანუ მაგარი პონტი არის დაჯღანული ყბა ჩანთაზე ჩამოიკიდო. ნამდვილი ლაბუბუს სათამაშოები $9,000,000. ჰეი დედა, დიდარი ხარ რა, მილიარდერი ხარ, მელეხი ხარ, უცებ შენ შეყვარებული გადგება და გეუბნება რომ ლაბუბუ მინდა. რა არის ლაბუბუ ეკითხები? ლაბუბუ არის სათამაშო. და $9,000,000 უნდა მიცე იმაში, რომ ტიპმა ჩანთაზე ჩამოკიდო, ჩანთა ღირს $1,500. $9,000,000 მომეცი და ყლეზე ჩამოგეკიდები. ესეც ხუმრობის, თქვენ ხომ ხუმრობებს ვერ ხვდებით, რომ უნდა ავხსნა მაღაზიაში თუ რამე დაგჭირდება, შემიძლია შევირბინო. ნეამ მაჩვენა შორენა ბეგაშვილის პოსტი, შორენა ბეგაშვილსაც აქვს ნაყიდი. $9,000,000 თიც მოვიჭრი, ბრატ. აი ასე თიც მოვიჭრი. ბედბელა მინ. პროსტ არ გაინტერესებთ რა სიტყვა ის. დაშობიშეჩ. მობას გაფიცებ, მითხარი $9,000,000 რას გააკეთებ? შენ იყო პიდარას, აი ვერ მივხვდი რას მეკითხები, რა უნდა გავაკეთო ვერ მივხვდი. შენ ბიჭო შიქ ხო არ გადაგიხადე, დავაი მაგაიფე. მე უნდა გაკაიფო შენ. შენ შიქ ხო არ გაქვს, მე ხო არ გაკაიფებ მე. $9,000,000 თუ მოგცემ, კიდე მე გაკაიფო, მაგაიფე რა. შენ მე $9,000,000 გადამიხადე ბრატ. ხო და? ა ბარბერშოპს დაგიწვავ. ტიტველი ვიბლი ქუჩაში, შვილი იყო ბოლო. აი შენ რას ისა? ბიჭო, ალბათ ხამე მანქანას გამოვიყვანდი ცენტრიდან და ქალაქის ცენტრში დავწვავდი. ვიდეოსთვის არ გაკითხები, შე გამოყაროში გაეთიშა მეგობრებო, რა რაღაცა ხარვეზი იყო და გაეთიშა. ეტყვი, მომივიდა იდეაში ჩემ. ხო. სირო, გეს. ხო! ბიჭო, ბოზებს ვიქირავებდი ძმა და ვაჟიშვილებს დავაკარგინებდი ვაჟიშვილობას. კაი ბიჭი ხარ, კაიფსო. აჰა, ქველმოქმედ. რას მელაპარაკები? ამის დედის. ვახ, ნერვიულო. Кота, гладим ему лапки и говорим. ანუ ვიღებთო კატასო, ფეხებზე რა, ამას რა, თათებზე უსმევთო, კაროჩეო, ხელსო, ვიძახით ასეთ სიტყვასო. მეო ვეფერები ჩემს კატასო, თათებზეო, ესე იგი ხვალე ფული მექნებაო. ანუ რაღაც ისა შელოცვა რა. ერთი წამით. ой, დიდი კანო ბიჭო, აგერ დაიცინე. იჯიკი ჩემო ბიჭო, იჯიკი. ერთი წამი, არ წახვიდე, შენი დე. მე ვეფერები ჩემ კატას თათებზე. ხვალ ანუ ფული მექნება ბევრი. შო? ნუ ჩხაპდი შენი დედ, ნუ ჩხაპდი ბიჭო. კატას ხო ვერაფერში ვერ გამეიყენე. 13 წელია კატას ვსდი. თაგვებს შენ არ იჭერ. პარაზიტებს და ტარაკნებს და 1000 დედამულობებს შენ არ დაძდევ. თავს შენ არ მაფერებიებ. არ დარბი ხარ, ენერგიული შენ არ ხარ, შენც მონადირი არ მყავდე. არაფერ შენ არ აკეთებ. ჭამს, ჯამს და ძინავს. რას მიყურებ, რას? მოკიდე შენ კორმს ხელი და დავაი ნახვი სახლიდან. რატო აიღეთ სტალინის ძეგლი? რო არ იცოდეთ ეს რო ხელოვნური ინტელექტი, ვინმე მიხვდებოდით საერთოდ რომ ეს ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გაკეთებულია? სად მუშაობ, ბებო, ასეთი მაგარი მანქანა რო გყავს? ფეხი ვარ, ბებო. ერთი წამი ეს ბიჭი გვერდიდან რატომ გავს? ერთი დადებითი თვისება აქვს ამ AI-ის, მეორე აქვს ძალიან ცუდი თვისება. სადღაც შეიძლება ქუჩაში მოფსა, რავი, უარეს შემთხვევაში მეორე დღეს ვიღაცამ ვიდეო გადაგიღოს დადოს და იტყვი რომ ხელოვნური ინტელექტი არა? ზოგადად არ ფსამ მართლა. ესეც ვიხუმრე. მეორე არის რომ თქვათ არ მომიჭვია. მეორე დღეს ვიდეო იდება რომ ზიპერამ სადღაც ქუჩაში მოფსა. რა ვქნა ჩემი დედა? მე ხო უნდა ვიფიცო, ვიგინო და 1000 ვიდეოები ვწერო რომ მე არ ყოფილვარ. ჯერ კიდევ ვინც არ ხართ დაბადებულები რა და ვინც ახლა აპირებთ დაბადებას. რაღაცი ბადები ჩემი დედა. ყველაფერი გაქვს გამაზული. პროსტა უნდა დაიბადო და იჯდე. ძალიან დიდი მადლობა რა. ჩემდა თავად გამჩერებლის პირში შემდეგ ვიდეოში იმედია უკვე წინ წავალთ ამ მანქანის გათამაშების ამბავზე და სპონსორი გამომიჩნდება და მე გავათამაშე. თქვენს გვერდით მიგულეთ ყველა საკითხში. შემდეგ ვიდეოში დაგიბრუნდებით და შემდეგი ვიდეო დაიდება ძალიან მალე და ტრეკიც აი ოპ და დღე-დღეზე იქნება. თქვენი მონა მორჩილი ზიბერაე.